მე აღმოაჩინე ყველაზე უნიკალური სასტუმროები საქართველოში და დღეს ყველა მათგანს გავტესტავთ. რა სიტყვით სასტუმროზე, რომელიც მთლიანად ხეზეა? ან რა სიტყვით კაფსულა სასტუმროზე, რომელიც 3 კვადრატული მეტრია? და რა სიტყვით სასტუმროზე, რომელიც ქვევრის ფორმისაა? უკვე დიდი ხანია უყურებ ადამიანებს, ვინც ყველაზე უნიკალურ სასტუმროებში მოგზაურობს და სულ მაინტერესებდა თუ გქონდა ასეთი ადგილები საქართველოში. ამიტომ მიზნად დავისახე აღმომეჩინა ყველაზე უცნაური და უნიკალური ადგილები საქართველოში და თქვენთვის გამეზიარებინა. ამ ვიდეოს კი თავისი წესები აქვს. პირველი, ჩემი არჩეული აუცილებლად გამორჩეული უნდა იყოს რაიმეთი მაინც. და მეორე, აუცილებლად უნდა დავწერო 5 ვარსკვლავი. თუ არა და ამ სერიების გაგრძელება მომიწევს იქამდე, სანამ ყველაზე უცნაურ და უნიკალურ ადგილს არ აღმოვაჩენ. და პირველი დავიწყოთ ჩვენი ყველაზე იაფი სასტუმროთი ამ ვიდეოში, რომელიც მდებარეობს თბილისში. ჩვენ მოვედით ჩვენს პირველ სასტუმროში. გარედან კი გამოიყურება ეს ძალიან ჩვეულებრივად. შიგნიდან ყველაზე განსხვავებულია. შესვლისთანავე თვალში მოხვდა სასტუმროს ეს უცნაური წესები, რომელიც თქვენ თვითონ შეგიძლიათ დააპაუზოთ და გაეცნოთ. ყველაფრის მენიუ, შამპუნი 3 ლარი, გელი 3 ლარი, შლოპანცები 3 ლარი. რაც ყველაზე მაგარია ამ სასტუმროში 1 და 2 კი არა, 50 კაფსულა ოთახია. ამ სასტუმროში არა მხოლოდ ერთადგილიანი, არამედ ორადგილიანი კაფსულა ოთახებიცაა, რომელიც 4 კვადრატული მეტრია. და ასევე კაფსულა ოთახები, რომელზეც კიბით ადიხარ. ესეთი არაფერი მინახავს არასდროს. ძალიან ფუტურისტულია ყველაფერი. მე მგონია რომ მომავალში ვცხოვრობ. ეხლა წაგიკითხავთ ამ სასტუმროს რივიუებს. შაშუროვი წერს ათიკულა. კოსმოსურ sci-fi კაფსულას გავს. ფაქტიურად ჩემი პერსონალური შატლი გაქვს. ეს კაფსულა ღირს 32 ლარი ღამეში. ეს არის ალბათ ყველაზე იაფი ჰოსტელი, რაშიც კი ცხოვრებაში ყოფილვარ. და ამ პატარა ოთახში გვაქვს უამრავი რამ. ეხლა განახებთ. რუმტური, აქეთ გვაქვს ძალიან მაგარი სარკე. ჭერზეც განათებები გვაქვს. აქ გვაქვს პატარა სეიფიც. რა თქმა უნდა, ფუმფულა ბანიში და ეს ყველაფერი, რაც მართლა ხომალდს გავს, სადაც შეგვიძლია. ფართოდ უკეთესი გაგრილება, შევცვალოთ შუქები, მწვანე, თეთრი, ყვითელი, ლურჯი. შუქის გამორთვა, ჩართვა. იმის მიუხედავად, რომ მთელი ოთახი ერთი პატარა საწოლის ტოლია, მაინც საკმარისი სივრცე არა მხოლოდ ღამის გასატარებლად, არამედ გაწელვების გასაკეთებლად, კომფორტულად მოსაწყობად და თავი ინტერსტელარის პერსონაჟად წარმოსადგენად. და თუ იმაზე ფიქრობთ, რომ სად არის აქ ტუალეტი, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის კომუნალური სივრცე. ანუ ყველა უნდა გაინაწილოს აბაზანან. Airship-ზე ვერ ყოფს ამ. სასტუმროს დათვალიერების შემდეგ მინდა ვთქვა, რომ საკმარისი კომფორტია შექმნილი. არის საერთო სივრცე, სასადილო, აბაზანა და ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანმა ძალიან ბიუჯეტურად რამდენიმე ღამე გაატაროს აქ. გულების დაწერის დრო მოვიდა მეგობრებო. ჩემი აზრით უნიკალურობაში ეს სასტუმრო იმსახურებს 4.800. პირველი სასტუმროს კოსმოსური დიზაინის შემდეგ მიწაზე დავეშვით და არჩევანი ისეთ სასტუმროზე შევაჩერე, რაც შუაგულ ბუნებაშია, კახეთში, სახელად ჩატო შაპიტო. და ამ 2 საათნახევრიან გზაზე წაგვიყვანს ქართული YouTube-ის საუკეთესო პრარაპი ლინაკო ორი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ მე ძალიან მინდა ქულქალბატონ იუთუბერებთან კოლაბორაცია და მეორე, ბავშვიდან მინდა რომ ხეზე მქონდეს სახლი და რატომღაც მგონია რომ ლინაკოც ესეთი მანტიკული ადამიანია, რომ ხეზე სახლი უსწორდება, თან თავისი სახლი არ დაუმთავრებია და ჩვენ მაინც მივცოთ ბედნიერება რომ ერთი ღამე სახლში გაატაროს. ჩვენი ვიდეოს წესების მიხედვით სასტუმრო უნდა იყოს რაიმეთი გამორჩეული და აუცილებლად უნდა დავწერო 5 ვარსკვლავი. ამიტომ ნახოთ ამ სასტუმროში როგორ შევასრულებთ ამ ორ პირობას. სად მივდივარ? გეზორჩებით. მართლა? რამდენად მაღალია? ხე არა პატარა. ჩვენი პირველი ლოკაცია გამოირჩევა იმით, რომ შუა ტყეშია ჩაფლული და ყველა კაბინას თავისი სახელი და განსხვავებული თემატიკა აქვს. ეს არის სახლი კონტეინერი, ხის ერთსართულიანი სახლი, რომელიც მიწაზეა. რას ფიქრობთ, ხო არის განსხვავებული და მაინც ეს არ არის ჩემი სასტუმრო. ამ ყველა განსხვავებული კაბინიდან ჩვენს პირველ ლოკაცია დაავირჩიეს სახლი ხეზე, რომელზეც ალბათ ბავშვობაში ყველა ჩვენგანი ვოცნებობდით. ესე ჩვენი სახლი სასტუმრო, რომელიც არის ხეზე. მთელი ცხოვრება მინდოდა ხეზე დავრჩენილიყავი. ეს ვიდეო თუ მოგწონს დალაიქეთ და მე გამომიწერეთ. ესეც მიაყოლეთ. ახლა წლამდე 100.000 გამოწერზეა ხვალ? ავალს 5.000 გაკლია არა? 5.000. ახლა კი დავათვალიეროთ რა დაგხვდა ჩვენს ერთ ოთახიან ბუნგალოში. ესეც ჩვენი ოთახი. აქედან ჩანს ხვისი სახლი. ჩემი მოტანილი ჭიქა-წყლისთვის. გამათბობელი. თარო. ეს რაფი არხია? ეს არის არაჩვეულებრივი კოლექცია. აქ გვაქვს ჭია, აქ გვაქვს ძვლები, აქ გვაქვს ბუმბულები, ყველაფერი რაც საჭირო იმისთვის რომ 7 ძილი გქონდეს. აქ გვაქვს სარკე, მაგარი სარკე, ბაგიდა და ორი სკამი, იმიტომ რომ ორი ვართ. ერთი რო ყოფილიყავი მეტი დამრჩებოდა. აქ გვაქვს თარო და გვაქვს ქვევრი. და შემდეგი ვიდეო იქნება ქვევრიდან. მოიცა კაცო, აქ რა გინდა? დაბრუნდი ხის სახლში. ფანჯარა, ფანჯარა, დიდი ფანჯარა, კიდე უფრო დიდი ფანჯარა, პატარა ფანჯარა. ფანჯარა. ჩიტის ბუდე ჭაღი, ხანძრის ჩასაქრობი. ვერა. საწოლის ტესტი. იმაზე რვილიო ვიდრე წარმოვიდგენდი. ამ ტოტოს ხო ხედავთ? სახლში შედის და სკამი არის გაკეთებული. მოაჯირებიც კი არის, ოტებით გაკეთებული. ეს რას ანთებს? ერთადერთი რაც ჩვენს ბუნგალოს არ აქვს, ესაა ტუალეტი, რომელიც ჩემი დიდი პრობლემა გახდება ღამის 3 საათზე, მაგრამ მოდი მაგაზე ჯერ არ ვიფიქროთ. რამდენ ლაიქზე ავიდე ხეზე?
რა მაგარია. ბავშვობაში ხეებზე ვერ ავდიოდი. ბებია ჩემი მიკრძალავდა. ეს მე ვარ ხეზე. ეს მე ვარ ხეზე სხვა რაკურსიდან. ეს მე ვარ ხეზე. ეს მე ვარ ხეზე, მაგრამ ქვემოდან. ეს ლინაკოა, რომელიც ხეზე არ არის. აუ რა მაგრამ მუშაობ კამერაზე? ესე ჩამოდი. და ინახე. მოდი ისევ ტუალეტის პრობლემას დაუბრუნდეთ და თუ გეგონათ რომ შუატყეში დედაბუნების იმედად ვიყავით წამოსული. რა გეგონათ რომ აბაზანა არ გქონდა? წყალი მოდის. აქეთ გვაქვს სარკე, სადაც ჩვენი კამერამენია, რომელსაც მე არაფერს არ ვუხდი. ტუალეტში გინდა, აქეთ ფოთოლი, იქით ფოთოლი. არა. მოვდივართ, გამწოვე შუქი, ხოლოდ კარგი ხარისხის ტუალეტის ქაღალდი, როცა ხართ შუატყეში. მოდი სანამ ქულას დავწერთ, სხვა სტუმრების აზრით წავიკითხოთ ამ სასტუმროზე. ამ ადგილს აქვს ძალიან მაგარი შეფასებები. ბობო წერს, ძალიან გულთბილი ადგილია, ცივილიზაციისგან მოშორებით, შუატყეში და გვერდზე ჩამოუდის მდინარე. აი ეს რო წავიკითხე, ეხლა გავიგე მდინარის ხმა. ეხა ანანო წავა მდინარეზე რო დაიჭიროს თევზი, იმიტომ რომ მეტი ფული არ დარჩა რომ აქ საჭმელი მაჭავოს და ძამშია. და სანამ ლინაკო კაი მეცუხარესავით მიგვიძღვება მდინარისკენ, რომელიც სპეციალურად მოძებნა რუკაზე და თურმე სახლის წინ ქონია, მანამდე ერთად დავტკბეთ მზის ჩასვლით, მთებით, სუფთა ჰაერით და საყვარელი ცუგოებით. ანანო არის სასტუმროების გორდონ რემზი, არაფრით არ არის კმაყოფილი. მითხარი ერთი რაღაც რაც განსაკუთრებულად მოგეწონა აქ. ჩემი ანარეკლის სარკეში საგვარისია, ჩემო კარგო. ოთახისა და მდინარის ტურის შემდეგ გადავწყვეტეთ აღმოგვეჩინე კიდევ რა უცნაურობები ახასიათებს ამ სასტუმროს. შუატყეში გვაქვს ვეშაპი. ამაზე უცნაური რა გინდა? თავის ქალებია ამ სასტუმროში. რაღაცა ფაჩულობს. ჩემ ქვემოთ რამეა? თუმცა ყველაზე კარგი რაც ამ სასტუმროში მოხდა არის არა ვიდეოს გადაღება, არამედ ახალი მეგობრის გაჩენა. ერთი ბოლო 5 საათი ალბათ ოთახში ვართ და ყველაფერზე ვილაპარაკეთ, რაც შეიძლებოდა რა. შენზეც ვილაპარაკეთ ოთახში. შენზეც ვილაპარაკეთ. გვერდზე რო გიზის, მაგაზეც ვილაპარაკეთ. და ამდენი საუბრის შემდეგ ავისრულე ოცნება, გავატარე ღამე ხის სახლში. უბრალოდ ბავშვობაში ჩემი ოცნების ლოჯისტიკურ პრობლემებზე არც კი მიფიქრია. ანანო, რამდენს უწერ ამ სასტუმროს? მთელი ღამე რო არ მეთმინა ტუალეტში გასვლა, შეიძლება სხვა ხულა ყოფილიყო. მაგრამ ამჯერად 4.5 ვარსკვლავე. აი, შენ აქ დარჩი და მე წავალ შემდეგ სასტუმროში, კაი? მოვედი. ისე როგორ დამეტოვებინეთ, ჩემი ქართული სულის იჟინო ვიდეოში არ გადმომეცა, ამიტომ ჩვენი შემდეგი სასტუმრო იქნება ქვევრები, რომელიც ასევე კახეთში მდებარეობს. სასტუმროში მისვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია საღებში არსებულმა ქვევრის ფორმის მაგიდამ, ქვევრის ფორმის დეკორაციებმა, ქვევრის ფოტოებმა, ქვევრის ფორმის სასტუმროებმა და თვითონ ქვევრებმა. ალექსანდრა შვეიცარიდან წერს. ჩვენ დავჭით ქვევრებში. დილის ხედის აწოლიდან საოცარია. ძალიან დავსევდიანდით, როდესაც დატოვება მოგვიწია სასტუმროსი. და შეგვიძლებოდა რომ უფრო დიდი ხნით დავჩენილიყავით. პირველ რიგში უნდა გავტესტოთ დილით როგორი იქნება ხედი და ალექსანდრე მართალს წერს თუ არა და მეორე, უნდა ვნახოთ დავსევდიანდები თუ არა დილით აქაურობას რო დავტოვებ. დავიწყოთ ჩვენი ოთახის ტურით. ოთახში შემოვედი ამ წამს და უკვე ვაკაცი გავიჩინე. ეგეთი სოციალური ადამიანი უნდა იყო. აქეთ ბუზი მყავს, იქით ფაროსანა. აი ხო გგონიათ რომ პატარა ოთახია. ბუმ, აქეთ მხარეს გვაქვს ყავის დასამზადებელი და რა თქმა უნდა აბაზანა, რომელიც საკმაოდ ნორმალურია. საშხაპე ცოტა ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აქ ვართ 24 საათით, ასე რომ გავუძლებთ. ჩვენ გვაქვს ესეთი მშვენიერი საწოლი. მინი მაგიდა. აქ გვაქვს პატარა ტელევიზორი, აქეთ სარკე, აქეთ ტანსაცმელი. ჩოულის საწოლის ტესტი. ვაუ, ეს ყველაზე კარგი საწოლია. თან ყველაზე მაგარი იცით რა არის? განა ჩოულებრივ ოთახში ვარ. ქვევრში ვარ. ერთადერთი რაზე შემიძლია რომ ვიწუწუნო არის ის რომ ეს ზედაპირი არის აუცილებლად კაცის დაპროექტებული, იმიტომ რომ არ არსებობს სამსახურში რომელიმე ქალი, რომელსაც აი ეს პატარა ზედაპირი ეყოფოდა აი ამ ხელა სააბაზანოში. მაგრამ მე აქაურობა სარკის და ტელევიზორის გამო არ დამინჯავშნია. მე აქაურობა დავჯავშნე აი ამ ხედების გამო. სასტუმროს აქვს როგორც ჩვეულებრივი ნომრები, ასევე ქვევრის ფორმის. მე რა თქმა უნდა ქვევრის ფორმის დავჯავშნე. რომელშიც ერთ ღამეში 320 ლარი გადავიხადე. საიტზე უწერიოთ რომ სტუმრებს შეუძლიათ სრულიად შეიგრძნონ ქართული ტრადიცია და დარწმუნდნენ კავკასიონის მთების თამბეჭდავი ხედებით. ამიტომ ეს პუნქტიც გასატესტი გვექნება და ქულის დაწერის დროს გავითვალისწინებ რამდენად შევიგრძენი ქართული ტრადიცია. ჩემი საღამოს გეგმა არის ის, რომ თანამ არ გავიყენებ ვიჯდე აი აქ, დავტკბე ქვევრების ყურებით. ჩვენი გეგმა დააპდეიტ და მეგობრებო, ახლა უკვე ისოც ყავს. მე ვაპირებ, რომ ტელევიზორის ჩართვა ვცადო და მაინტერესებს, შევძლებთ თუ არა ჩემი არხის გამოწერას.
მომენტალურად დაიკავა ჩემი ადგილი. იმის მიუხედავად, რომ გარედან ძალიან განსხვავებული და უნიკალურია სასტუმრო, შიგნიდან ძალიან ტიპურ ოთახს გავს. ამიტომ თემატურობა მე პირადად ძალიან დამაკლდა. მოდი, ჩავარცოთ YouTube. ამიკო ზარქუას ეგრევე აგდებს. ჯერ ისევ არა მოგვაგდა. აბა რა მე-13 დაზე. შეხედეთ 95400 იყოს. გამოიწერეთ მეგობრებო, ჩემი არხი ამ გახსენებაზე. ავიდეთ 100,000 გამომწერზე ახალ წლამდე. იაკობსის ფისტის ყავა, ვიტორინოს კაპუჩინო, ორაბიკა, აიგემრელი კაპუჩინო მომიმზადოთ. იმის მიუხედავად, რომ სასტუმროს ვებსაიტზე ეწერა ქართული ტრადიციებით დატკბებითო, მე ჩემი ლარიანი ყავებით უფრო ვტკბები. მე მგონი ლაქშერის განმარტება ყოველთვის განსხვავებულია. ამ სასტუმროში ყველაფერი არის პატარა. ჭიქა ძლივს ეტევა ამ პატარა სკამზე, რომელიც ტუმბოს ფუნქციას ასრულებს. შემდეგ კი ძალიან მალე დავიძინე, რათა დილით ადრე მენახა, განსხვავდება თუ არა ქვევში ძილი ჩვეულებრივ ოთახში ძილისგან. კი, დილის 8-ზე, იმიტომ გავიღვიძე. ალექსანდრეს რივიუ გადამემოწმებინა. ალექსანდრე შეფასება ხომ გახსოვთ, ქვევში დილად ძალიან შთამბეჭდავიაო. ხო და არ ტყუოდამ, მრგვალი ფორმის უდიდესი ფანჯარი და კავკასიონის ხედები მართლა ჯადოსნური იყო. ძის ამოსვლამ, ფისოების მოფერებამ, საოცარმა ხედებმა, სრულმა სიმშვიდემ და მწვანე ბალახმა ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ესეც ჩვენი დილა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ტკბილად მეძინა. მე მგონი ქვევს რაღაც სხვა აურა აქვს. ხო და ეხლა დრო მიუკერძოებლად დავწეროთ ფულები. არ გეჩვენებათ, მართლაც ერავებულია. როგორც ხედავთ, ხედები მართლა საოცარია. ეს ყველაფერი approved. რაც შეეხება სასტუმროს, რაღაც ლაფსუსები რა თქმა უნდა არის, მაგრამ მე ამაზე არ გამოვხვილდები. ეს ვიდეო მაგას არ ემსახურება. ამიტომ ჩვენი შეფასება ამ სასტუმროს მიმართ იქნებოდა უნიკალურობაში 4.2 ვარსკვლავი. როგორც ხედავთ, ჩვენი სამი სხვადასხვა ფასისა და თემატიკის სასტუმროდან ყველაზე მაღალი 4.8 ქულა მიიღო კაფსულა სასტუმრომ. ამიტომ მე ახლა დავიძრები სახლისკენ და აქამდე თუ შემორჩი და ჩემი ლაყბობის მოსმენა აქამდე არ დაგეზარა, გამომიწერე და ფისოს ემოჯი დამიტოვე კომენტარებში. ხოლო